რა ხდება სკოლაში, როდესაც მშობელს გონია, რომ მისი შვილი სწავლობს, რეალურად კი ბავშვი საპირფარეშო ოთახში საქმის გარჩევაში მონაწილეობს. დაჭრილი და ნაცემი თანაკლასელები და ამოღებული იარაღი, რომელიც ხშირ შემთხვევაში შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, რომ თანაზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ თანაკლასელები ერთმანეთს შტირებით, ხელკეტებითა და იაპონური საბრძოლო იარაღებითაც კი უსწორდებიან. სისხლშაქცევები, ტანზე და სხეულის მოტეხილი ნაწილების გარჩევების დროს მიღებული ტრავმების მცირე ჩამონათვალია თამარ გედევანიშვილი გემოთ, თუ როგორ აპირებს განათლების სამინისტრო დაისვას მოსწავლეები. როდესაც სკოლაში მოვედი, დავინახე დიდი ბიჭი ეჩხუბებოდა პატარა ბიჭს და შემდეგ ძევიდან დაეცა და ფეხი მოწყდა და ხელი. ასეთი ფაქტები სკოლებში პერიოდულად ხდება. ხშირ შემთხვევაში უფროს კლასელები უმცროს კლასელებს ჩაგრავენ. კიდევ ერთ ფაქტზე, რომელიც გარეუბანში მოხდა, შეტყობინება ყველა სკოლამ მიიღო. სასწავლო დაწესებულება, სადაც დანაშაული მოხდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ. თუმცა მის დეტალებზე ქრონიკას 55 სკოლის დირექტორმა უამბო. უფროს კლასელმა მოსწავლეებმა ააგდეს უმცროს კლასელი მოსწავლე რამოდენიმეჯერ 4ჯერ თუ არ ვცდები და შემდეგ ერთ-ერთი აგდების დროს ის აღარ დაიჭირეს და მას აქვს დაზიანებული ქვედა კიდურები და ზედაც რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი. ეს ფაქტი რა თქმა უნდა არის დაუშვებელი. ეს მოსწავლეს ჰქონდა ერთ-ერთ მოსწავლეს ჩვენსას, ფოტოშორის არ იყო პლატურიგო მოსწავლე. თავდასაცავად მინდა ვთქვა. ეს ისეთი იარაღია, რომელთაც მხოლოდ ადამიანის მოკლა შეიძლება. ეს გუშინ წინ ჩამოვართვით ერთ-ერთ მოსწავლეს. ეს ყველაზე სასტიკი იარაღებია, რომელიც 24 საშუალო სკოლის დირექტორმა რამდენიმე თვეში მოაგროვა. თითოეული მათგანით მოზარდის მოკვაა შესაძლებელი. გიამურღული ამბობს, რომ პრობლემა ყველა სკოლაში მწვავედ დგას, თუმცა ზოგან ფაქტებს არ ახმაურებენ. მალავენ ასეთ შემთხვევებს, მიაჩნიათ, რომ ეს არის შიდა სამზარეულო ამა თუ იმ სკოლის და გარეთ ასეთი ამბები არ უნდა გამოიტანონ. ყოველი ასეთი დაკონსერვებული ან გადადებული დროში გაწელილი ამბავი თავის თავში მოიცავს საფრთხეს განვითარების და შემდგომ უფრო უარესი შედეგით დასრულებისა. განათლების სამინისტრომ შექმნილი ვითარების გამო სპეციალური ზომების მიღება და სკოლებში მანდატურების შეყვანა გადაწყვიტა. იდეის მიხედვით რამდენიმე ფორმიანი ახალგაზრდა სკოლაში არსებულ ვითარებას გააკონტროლებს. მანდატურებს მოსწავლეთა დასჯის უფლება არ ექნება. ისინი მხოლოდ მონიტორინგს განახორციელებენ. ამათი ამოცანა არის დანაშაულის და გადაცდომის პრევენცია, იმისათვის რომ მშობლებს ჰქონდეთ აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ მათი, როდესაც უშვებენ ბავშვს სკოლაში, მათი ბავშვი იქნება უსაფრთხო გარემოცვაში და სკოლა პასუხს ააგებს ამ უსაფრთხოებაზე. მანდატურების პილოტური პროგრამა სასწავლო წლის მესამე ტრიმესტრიდან ამოქმედდება. ექსპერიმენტი თავდაპირველად 10 პრობლემატურ სკოლაში ჩატარდება. მომავალმა მანდატურებმა გადამზადება უკვე დაიწყეს. მათ სამართალს, ბავშვების ფსიქოლოგიას და მათთან ურთიერთობის წესებს ასწავლიან. ჩვენ მიზანს წარმოადგენს ურთიერთობა, გაღრმავება, ეს იქნება ფსიქოლოგიური კუთხით დახმარება. განათლების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ სკოლაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ასე შეძლებენ. უსაფრთხო სკოლის პროგრამა განათლების განახლებული რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია.